მომდევნო 1 წლის განმავლობაში საქართველოს სუამის თავმჯდომარე ქვეყანა იქნება. დუბლინში გამართულ სუამის სადარო საქმეთა მინისტრების საბჭოს მე-20 სხდომაზე მხარეებმა განიხილეს სუამის მართლებში მიმდინარე აქტუალური საკითხები, კერძოდ პოლიტიკური ურთიერთქმედების, უწყებათა შორისი და ორგანიზაციის პარტნიორებთან თანამშრომლობის მიმართულებით. სწორედ ამ სხდომაზე გადაწყდა, რომ თავმჯდომარეობას მომდევნო 1 წლის განმავლობაში საქართველო ჩაიბარებდა. საქართველოს სუამის თავმჯდომარეობა აზერბაიჯანისგან გადაიბარა, რომელიც აღნიშნულ ორგანიზაციას 2012 წლის 1 იანვრიდან თავმჯდომარეობდა. სახელმწიფოთა შორისო ორგანიზაცია 1997 წელს ყოფილი საბჭოთა კავშირის რამდენიმე რესპუბლიკის მიერ შეიქმნა. ორგანიზაციის სახელი მასში გაერთიანებული სახელმწიფოთა სახელებისგან შემდგარი აკრონომია. წევრი ქვეყნები არიან საქართველო, უკრაინა, აზერბაიჯანი და მოლდოვა. კავშირს 2005 წელს გამოეთიშა უზბეკეთი. ძალიან სასიამოვნო მოვლენით დასრულდა 2012 წელი სუამის მიმართულებით, როცა გაეროს გენერალურმა ასამბლეამ კონსენსუსით მიიღო რეზოლუცია გაეროსა და სუამს თანამშრომლობის შესახებ და ეს რეზოლუცია შეგვიძლია სიამაყე ვთქვათ, რომ საქართველოს მიერ იყო ინიცირებული 2013 წელი ჩვენი თავმჯდომარეობით და სხვა პარტნიორი უბრალოდ წევრი ქვეყნების აქტიური მონაწილეობით იქნება წარმატებული.